ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას და პრობლემებს გამგებელი ნადიმ ვარშანიძე გაეცნო. გამგებელმა დღეს სოფელ თხილნარის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მოინახულა. როგორც ბაღის გამგე განმარტავს, დაწესებულებაში ნესტის გამო დაზიანებული კედლების შესაღებია. ასევე კონტინგენტის ზრდის გამო ბაღი უნდა გაფართოვდეს. გამგებელი ადმინისტრაციას პრობლემების დროულად მოგვარებას დაპირდა. თუმცა აქვე განმარტა, რომ აღნიშნულ ბაღში ძირეული პრობლემები არ ვლინდება. დღესვე გამგებელი სალიბაურისა და ერგეს საბავშვო ბაღებს ეწვია. დღეისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ 9 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. აღსაზრდელების რაოდენობა 1010-ს შეადგენს. დაწესებულებების წლიური დაფინანსება 1,110,000 ლარია. როგორც გამგებელმა განაცხადა, სამომავლოდ მუნიციპალიტეტში კიდევ 2 ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 264,344 ლარია გამოყოფილი. პრობლემა ძირითადად გვაქვს კონტინგენტის სიმრავლესთან დაკავშირებით და ერთი ის იქნება, რომ ვითხოვთ დაშენებას, დარბაზს და ჯგუფის მომატებას. მოგვარებადია ნამდვილად დაგვრდა და ალბათ გაგვიკეთება. მოგეხსენებათ, რომ გასული წლიდან ბაღები უკვე ფაქტურად მთელს ქვეყანაში და ჩვენს მუნიციპალიტეტში უფასო გახდა. ამან გამოიწვია კონტინგენტის გაზრდა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ მოსახლეობას, რაც შეიძლება მეტი, ესე ვთქვათ, ჯგუფები გააქვს, მეტი ბავშვები მივიღოთ. თქვენაც უყურებთ ხო პრობლემას მე ბაღში ვერ ვხედავ რა. ამ ბაღში სადაც დღეს ჩვენ მოვედით და შევისწავლეთ, ამ ბაღში არსებული მდგომარეობა პრობლემა არ არსებობს.